ეს ვიდეო მინდა მიუძღვნა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, როგორ იწყებოდა ეს ურთიერთობები და მინდა ასევე ჩავწერო იმ ხალხისთვის, ძირითადად, ვინც ერთპიროვნულად თვლის, რომ ამერიკას ჩვენთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია. აი, 2 წუთი დავუთმეთ ამ ვიდეოს. მაგრამ ის რომ ზვიადს ებრძოდა არა მარტო რუსეთი, არამედ გამწარებული ებრძოდა დასავლეთი, ეს რაღაც მიჩქმალულია. მაშინაც აი ჩემ Facebook-ზეც მიდევს ზვიადის გამოსვლა ფინეთში, სადაც იგი პირდაპირ დასავლეთს ამერიკას ადანაშაულებს სამხედრო გადატრიალების მოწყობაში. მოდი აბა ვნახოთ მართალია თუ არა ბატონი ბესარიონ გუგუშვილი და რა სახელით და სათაურებით მოიხსენიებდნენ დასავლეთში ჩვენს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას. მე თქვენ თვითონ შეგიძლიათ დასერჩოთ და შეხვიდეთ, ნახოთ, წაიკითხოთ სტატია. კავკასიის სადამ ჰუსეინი. აი, 91 წლის 22 სექტემბერს დაიბეჭდა ეს სტატია Newsweek-ში, რომელიც იყო Washington Post-ის შვილობილი გაზეთი. სამონარიდი არის ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანის ჯეიმს ბეიკერის მემუარიდან, სადაც იგი ზვიად გამსახურდიას მოიხსენიებს როგორც დესპოტს და მჩაგვრელ მმართველს. კადრები კი თქვენითაც შეგიძლიათ მოიძიოთ, სადაც უკვე დევნილობაში მყოფი ზვიად გამსახურდია სამხედრო გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებს ჯეიმს ბეიკერს, მამა ბუშს და მიხეილ გორბაჩოვს. აქ კი პუტჩიდან 5 თვეში საქართველოში ჩამოდის ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი და ეხუტება შევარდნაძეს და იოსელიანს. მაშინ, როდესაც ჯეიმს ბეიკერი თბილისს სტუმრობდა, ზვიადისტები ამავე დროს მართავდნენ აქციებს, რომ კანონიერი ხელისუფლება დაებრუნებინათ, მაგრამ კალაშნიკოვები თარბებდნენ მათ. მეგობრებო, არასდროს არ დაიჯეროთ ამერიკული ორმაგი სტანდარტების და ეცადეთ ყოველთვის თქვენ თვითონ გადაამოწმოთ ფაქტები და დასკვნებიც ასე გამოიტანოთ. ნახვამდის.